მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ვალეში სტალინის ქუჩაზე სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტორი იხსნება. სადაც ამ ეტაპზე ელექტროობის ერთწლიანი პროგრამის შესწავლა უფასოდ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დღეს ახალციხეში და ვალეში კოლეჯის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. კონსტრუქტორის ლოკალური მენეჯერის თამარ კელაპტრიშვილის თქმით, კოლეჯი ნოემბრიდან გაიხსნება და პირველ წელს მხოლოდ ერთი პროგრამის ელექტროობის სწავლება იქნება შესაძლებელი. პროგრამაზე სულ 20 ადამიანის რეგისტრაციაა შესაძლებელი. კელაპტრიშვილის თქმით, კოლეჯში მოხვედრა და სწავლა გასაუბრების საფუძველზე შეუძლიათ როგორც 9 კლას დამთავრებულებს, ასევე განათლების უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ პირებს, ასაკის შეუზღუდავად. მისივე თქმით, პროგრამებზე სწავლა უფასო იქნება. პროფესიული სასწავლებლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გათვალისწინებულია საერთო საცხოვრებელიც, რომელიც 60-მდე ადამიანს დაატევს. ეს არის სამშენებლო კოლეჯი, რომელიც თავაზობს როგორც ახალგაზრდებს, ასევე დასრულებს, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან სამშენებლო პროგრამებს. ჩვენთან სწავლება არის სრულიად უფასოდ, ვინაიდან ეს ამას აფინანსებს სახელმწიფო და ასევე ორივე მისამართზე, როგორც ზესტაფონში, ასევე ვალეში ფუნქციონირებს საერთო საცხოვრებელი, სადაც დარჩენა არის უფასო. ამჟამად გამოცხადებული არის მიღება ელექტროობის გრძელვადიან პროგრამაზე. ეს არის ერთწლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდგომაც გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი. რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 სექტემბრამდე და რეგისტრაცია შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომლებიც ფლობენ საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ოლიმპიური ჩემპიონი, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ზვიადაური დააკავეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა დარებაში ედავება. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ. ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური ქართული ოცნების სიით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო 2012-16 წლებში. 2021 წელს იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა მალევე 50,000 ლარის გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს. ზვიადაურს სოფელ წინანდალის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებოდნენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ დააპატიმრეს 7 პირი, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით შიდა ქართლში წლების განმავლობაში უკანონოდ აწარმოებდნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს და უაქციზო სიგარეტს. ჯამში შესაძლოა ათეულობით მილიონის ღირებულების. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ამოიღეს 75,127 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სასმელი. ამავე წყაროს ცნობით ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია. ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვებისთვის და წარმოებისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარი. ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას 5,000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეეფარდა. მას გირაოს გადასახდელად 20 დღე აქვს, თუმცა როგორც განაცხადა, გადახდას არაპირებს. პროკურატურამ ხოშტარიას ბრალის სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე წარუდგინა. 14 სექტემბერს თბილისში ხოშტარიამ კალაძის 3 ბანერს რუსული ოცნება დააწერა. პროკურატურის მტკიცებით 570 ლარის ზარალი გამოიწვია. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.